პოლიტიკური რეპრესიების ახალ ტალღაზე საუბარს ვიწყებთ კოალიციას სრულებისთვის ერთ-ერთ ლიდერთან ნოდარ ჩაჩანიძესთან მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ბუნებრივია ჩვენ მოვისმენთ თქვენს შეფასებას ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის პოლიტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გკითხოთ, ვინც არის ამ ეგრეთ წოდებულ სიაში შემდეგი ნიკა მელია, რომელმაც თქვა რომ არაპირებს რომ მივიდეს საქალაქო სასამართლოში. გითხარით რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ სტრატეგიამ, ზოგადად რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება? მოკლედ პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვას ის რომ ლიდერების გამბედაობა, ლიდერების თავგანწირვა დავარქვათ, მოდით ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ხო ეს არის ზურაბ ჯაფარიძემ რაც გააკეთა, რასაც რისი გაკეთებისთვის ემზადებიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი, ხო? ეს არის თავის სახელო დავარქვათ, ეს არის თავგანწირვა, ეს ისინი საკუთარი პირადის და საკუთარ ოჯახს სწირავენ ქვეყნის კეთილდღეობას. ასეა ეს. ასე და მე ვსაუბრობ მათზე, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ლიდერებზე, არამედ როგორც მეგობრებზე, ადამიანებზე, ვინც ვიცი რა мотиваცია აქვთ, რა საფუძველი აქვთ, რაც გრძნობენ შინაგანად ისინი, არა მხოლოდ დღეს, გუშინ და ცოტა ხნის წინ, არამედ წლების განმავლობაში და ამის გარეშე დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ საქართველოში წარმოუდგენელია რეალური, ანუ გარდამტეხი ცვლილებების, ნამდვილი ცვლილების მოტანა. რომ არა ასეთი ლიდერები, რომ არა ასეთი პოლიტიკოსები, მაშინ ბევრად უფრო უიმედო იქნებოდა სიტუაცია დღეს და მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჯაფარიძის ეს პატიმრობა კიდევ ბევრ რამეს გამოაჩენს ძალიან სწრაფად. გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით წერდი, რომ ძალიან ბევრი რამ უკვე ორ დღეში გამოაჩინა ზურაბს პატიმრობა. მათ შორის ბევრი ვინმე და ბევრი რამე კიდევ უფრო ჩამოხადა ფარდა, ესე ვთქვათ და გამოჩნდა რეალური სახეები ადამიანების. ყველას ბუნებრივია, ყველას ინდივიდუალური განსაწყვეტია, ვინ გადაიხდის გირავს, ვინ არ გადაიხდის და ამის შეფასება ესე ცალსახად რა თქმა უნდა არ შეიძლება, თუმცა ის რასაც აკეთებს ზურაბ ჯაფარიძე, რასაც აკეთებენ, რასაც აპირებენ რომ გააკეთოს ნიკა მელია, ნიკა გვარამია, რასაც გააკეთებს ძალიან მალე, ამას ქვია თავისი სახელი და ეს არის ქვეყნისთვის თავგანწირვა ზუსტად. ამას სხვა სახელი არ შეიძლება ეწოდოს და ის შეფასებები რაც ჩვენ სხვა მხრიდან მოვისმინეთ, ცოტა სამარცხვინო იყო, თუმცა ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს თავისი სახელი ძალიან მალე დაეხმება და საზოგადოება დაინახავს იმას, თუ რა ხდება და ძალიან ბევრი ხედავს ამას. თუ თქვენი კოალიციის სამი ლიდერი აღმოჩნდება ციხეში, ეს ხომ არ ავნებს პროცესს გარეთ. იგივე პროტესტი, ზეწოლა რეჟიმზე, გითხარით, პრაგმატულად ასეა სწორი, თქვათ, არ გადახდა, თქვათ. მესმის რომ არ აკრიტიკებთ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რა მოცემულობა გვაქვს დღეს. ეს არ არის მდგომარეობა, როცა ჩვეულებრივი პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება გარკვეული ჯგუფები, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებიც მათ შორის ცდილობენ რომ რაღაც პოლიტიკური მრავალფეროვნება შეუქმნათ თითქოს ბიზნია ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, თუმცა ეს რეალობა რაც არის, ეს არის ძალიან მძიმე რეალობა. ერთხელ ეს არის რუსული რეჟიმი და მისი გამფორმებელი, მისი დამხმარე სხვა ინდივიდები თუ ჯგუფები და მეორე მხარეს არის არჩევნებში გამარჯვებული პროდასალური ოპოზიცია, ასე უწოდოთ, მოდი პროდასალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც გაიმარჯვეს არჩევნებში და მეორე მხარეს რუსული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო რუსული გახდეს და ამას ყველაფერს ხედავს არა მხოლოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, პროდასალური ოპოზიცია, არა მხოლოდ ის გამარჯვებული 4 კოალიცია, რომელმაც მოიგო, ხო, ბოლოს საპარლამენტო არჩევნები, არამედ ხედავს მთელი მსოფლიო, ხო, ნორვეგიის სახელმწიფოს განცხადებაზე საუბრობდი და ისეთი სახელმწიფოები აკეთებენ განცხადებებს რეალურად, ხო? ეს არ არის ხო მარტო ბალტიისპირა სახელმწიფოები მაგალითად რომლებიც გამოირჩეოდნენ ყოველთვის აქტიურობით საქართველოს თემაზე და პოსტსაბჭოთა სივრცეს თუ ყოფილი ესე ვთქვათ სოციალისტური ბანაკის ქვეყნები. ამ შემთხვევაში აქ საუბარი გვაქვს ჩრდილოეთ ევროპაზე, საუბარი გვაქვს დასავლეთ ევროპაზე, საუბარი გვაქვს არა მხოლოდ ევროპაზე, იმ ქვეყნებზე, რომელთაც საკუთარი თავი, როგორც თავისუფალი სამყაროს ნაწილი ვალდებულად თვლიან, რომ მსგავსი კატასტროფა, მსგავსი პოლიტიკური კატასტროფა რის წინაშეც არის ეხა პატარა სახელმწიფო კავკასიაში, განსაკუთრებულად სპეციფიურ რეგიონში, რომელსაც ჰქონდა უნიკალური შანსი და ეს შანსი შექმნეს არა მხოლოდ ერთმა ხელისუფლებამ, არამედ შექმნეს პოლიტიკოსებმა, ძალიან ბევრმა პროფესიონალმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა იწვალა იმისთვის 35 წლის განმავლობაში, რომ ამ სახელმწიფოთი დაინტერესებულიყვნენ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები და დაინტერესებული იყო ევროკავშირი და ამ ყველაფერს თავისი ისტორია აქვს, სადაც ეხა დღეს ოცნება უკან აბრუნებს, ხო, რასაც ოცნება ყველაფერს წყალში ყრის, რუსული რეჟიმი, რასაც უშვება, ეს ყველაფერი არის
არის წლობით დაგროვებული, წლობით ნაწმალები ადამიანების, ძალიან ბევრი დიპლომატი, ძალიან ბევრი პროფესიონალი პოლიტიკოსის და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა უნდათ. ახლა და ამის საშუალებას არ აძლევენ სწორედ ჩვენი კოალიციის ლიდერები პირველ რიგში თავისი ასეთი ნაბიჯებით, რასაც გამბედაობა ქვია და რასაც დავარქვით, ხო, თავისი სახელი და უნდა გვესმოდეს ეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ვითარება, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ამ ქვეყნის ისტორიაში, ამ ქვეყნის საქართველოს დღეს დაიცავს თავის არჩევანს, თავის ისტორიულ არჩევანს და ეს არა მხოლოდ 35 წლიანი არჩევანი, ეს არის ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი გმირი დიდი წინაპრების, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის და აღარ ჩამოყოლდა ამ ხალხის არჩევანი და ქართველი ერი, დღევანდელი თაობები ან დაიცავენ საკუთარ ისტორიულ არჩევანს, ან რუსული რეჟიმი შეძლებს იმას, რაც სამწუხაროდ ბევრგან ასე თუ ისე ცდილობენ რომ გამოვიდეთ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი იხევს უკან, იხევს ყველგან, არა მხოლოდ რუმინეთში, არა მხოლოდ მოლდოვაში, არამედ ძალიან ბევრგან ჩას უკვე ეს ტენდენცია დიდი დღე პრორუსულ ძალებს არ ელოდებათ ნამდვილად და საქართველოშიც ასე იქნება დაწუნებული. და თქვენ ახსენეთ გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაქციების, ანუ ნაბიჯების ნაწილში რას ელოდებით? ეს სანქციების ტალღებს ვხედავთ, შეიძლება აი ამ რეპრესიების ახალმა სისტემამ, რომელიც მათ გამოიგონეს ხომ წულგიანის კომისიაში არ მიხვალ, შემდგომ ციხეში გაგიშვებენ, უფრო დააჩქაროს რეჟიმზე ზეწოლა სანქციების ნაწილში. თუ ვინმესთვის ჩვენი ლიდერების პატიმრობა შეიძლება სირთულე შექმნას რეალურად ეს ისევე ჩვენი გუნდია და გუნდის შიგნით ეს რა თქმა უნდა მძიმე მომენტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ვისაც ფიზიკურად ბევრს ნიშნავს, მაგრამ რეალურად ბევრს ნიშნავს ლიდერების გარეთ ყოფნა და არა 4 კედელს მიღმა ციხეში. თუმცა მეორე მხრივ რა თქმა უნდა სტრატეგიულად ესე ვთქვათ, ეს გამართლებული იქნება, რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთიდან წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ არც ის იაკლია ქართულ ოცნებას და დღევანდელ რუსულ რეჟიმს დასავლეთიდან წნეხი. ჩვენ ვხედავთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება, რაც იყო პირდაპირ უწოდეს ანტიამერიკული რეჟიმი უწოდეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, პირდაპირ დაარქვა ტრამპის ადმინისტრაციამაც ის სახელი, რაც უნდა ერქვას ქართულ ოცნებას, ზუსტად ეს სახელი დაარქვა და ასევე მარკო რუბიოს განცხადებაში ნახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში ვარ და ეს არ გაგვირგვება, ეს ვიცი ძალიან კარგად, ტრამპის ადმინისტრაციას ასე აფასებს ჩვენ რეგიონს, ტრამპის ადმინისტრაციას აფასებს ანტიამერიკულ რეჟიმად. ნახეთ ამ დროს მაკაბოჭორიშვილის განცხადება, ხო, ბიძინას საგარეო მინისტრის, ხო? ნახეთ, რომ თითქოს გაურკვევლობაშია არ არის ჩამოყალიბებული ჯერო. თარგმანსაც დააბრალეს მოკლედ. ხო, თარგმანსაც დააბრალეს და მოუწიათ ამერიკის საელჩოს ესე უკვე ხშირად უწევს ხოლმე, რომ ქართულად თავად ეთარგმნა საელჩოს და მოეწოდებინა ჩვენთვის ეს ტექსტი, რაც მარკო რუბიომ დაარქვა რუსულ რეჟიმს და მე მიხეილ ყავილაშვილის განცხადებაც ვნახეთო, თითქოს კმაყოფილი ვარ. მიხეილ ყავილაშვილმა შეიძლება მართლა ვერ გაიგო რაც ეწერა იმ წერილში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აი მაკას მაგალითად კარგად ესმის ის ყველაფერი, რასაც აცხადებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ ხედავთ, რა ვიცი, ყოველდღიურ ღალატის ქრონიკას ხედავთ და მაყურებელსაც ესმოდეს ეს ძალიან კარგად, ხო? ტელეკომპანია ფორმულა, სხვა კრიტიკული მედიები ყოველდღიურად ყოველთვის მუდამ ცდილობდნენ, რომ რუსული რეჟიმის, რა ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსულიყვნენ აქ და მოდიოდნენ და სტუმრად მათ ჰქონდეს სტუმრობის შესაძლებლობა. ამ დროს, რა ვიცი, პროდასალური პარტიების წარმომადგენლები ყოველდღიურად ცდილობდნენ როგორმე აღმოჩნდნენ პირდაპირ ეთერში, მაგალითად, ხო, სამთავრობო ტელევიზიების, ხო, იმედის და ასე შემდეგ. თუმცა ხედავთ, ხო, რა არის პოლიტიკა. ამ ხალხს, ამ სიმართლე არ არის ამ ადამიანების მხარეს. ნებისმიერ დროს, აი, ვინც არ უნდა იყოს ახლა მაგიდეს მეორე მხარეს რუსული რეჟიმის წარმომადგენელი ზუსტად იცის ის რა პასუხებს მიიღებს ჩემგან, ზუსტად იცის, რომ ნებისმიერი დებატი, ნებისმიერი შეკამათება, ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე, ეს იქნება, რავი, მიშა ყაველაშვილი იქნება თუ მაკაბოჭორიშვილი იქნება თუ ვინც იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში მათი აზრი, მათი ღალატი, მათი რუსულობა იქნება დამარცხებული და სწორედ ამას აკეთებენ, ამიტომ გაყვეს მედია სივრცე და ამიტომ გვიწევს მე და თქვენ ახლა საუბარი და ყველაფერზე დათანხმება და თავის დაქმნება და ამ დროს მეორე მხარესაც ხედავთ, რომ იქეთ, რა ვიცი, რუსული პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ჩაძირულები არიან ამ ღალატში და ცდილობენ რომ დაარწმუნონ ადამიანები თითქოს ეს რაღაცნაირად სწორი პოზიცია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ამ პროცესებს, ზუსტად ამ პროცესებს, ამ ყველაფერს კიდევ უფრო დააჩქარებს, მათ შორის წნეხის გაზრდასაც, რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან წნეხი გაიზრდება იმის შემდეგ, რაც პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდებიან პოლიტპატიმრებად. რა გავლენას ახდენს ის, რომ
ჩვენ ვხედავთ აი რეპრესიების ამ ტალღას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ იმ აქტორებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მკაფიოდ არ ამბობენ, იღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. აი რა ფაქტორი უნდა იყოს ეს მაშინ, როდესაც ისინი საბოლოო პოზიციას გაასაჯაროებენ, ხომ? მაინც რაღაც ბუნდოვანება არსებობს, მაგრამ დაახლოებით ვხვდებით, ვინ შეიძლება ვიხილოთ თვითმმართველობის არჩევნებში, ხომ? გასაგებია. მოკლედ ეს არის თემა. უნდა ვიცოდეთ ხო რა არის დღევანდელი რუსული რეჟიმის არჩევნები. დღეს ბიძინას რეჟიმი ცდილობს რომ თავს მოგვახვილოს კრიმინალური, არაკანონიერი არჩევნები და ძალიან კარგად იციან ასევე იმ იურისტებად წოდებულმა დინარაძემ, ყობახიძემ და ასე შემდეგ, რომ ეს არ არის თავისუფალი არჩევნები, ეს არის კრიმინალური ოპერაცია, რასაც უწოდებენ ისინი არჩევნებს და ძალიან კარგად უნდა იცოდეს მით უმეტეს პროდასალური ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებმა თუ პარტიებმა, რომ მათ ელოდებათ თუ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები დანიშნა ამ რეჟიმმა, მათ ელოდებათ არჩევნები, სადაც უბრალოდ დაელოდებიან ისინი რა რიცხვს დაუწერს მათ ქართული ოცნება თუ რა ციფრს დაუწერს მათ ქართული ოცნება, თუ ამ კრიმინალურ, ამ არაკანონიერ უსამართლო პროცესში შესვლა ვინმეს რაღაც რატომ აინტერესებს, ვაფშე ნახავთ ამ ყველაფერს, შევიდნენ დაელოდონ იმ ციფრებს და რიცხვებს, თუმცა რეალურად საზოგადოება საქართველოს თითოეულ მოქალაქე დაინახავს ამ პროცესში იმ ძალებს, რომლებიც ნამდვილად ანუ წინააღმდეგობას უქმნიან დიქტატურის დამყარებას, რუსული დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში და ასევე დაინახავენ იმ ჯგუფებს, ვინც ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დღეს, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური მრავალფეროვნება შექმნას და თითქოს გამოაჩინოს, რომ აქ არ არის მხოლოდ ერთი რუსული ძალა, არამედ არიან კიდე სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან, ამის წარმოჩენა შეცდება ბუნებრივია ქართული ოცნება, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ეს პროცესი დაანახებს ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომ ერთხელ არის არჩევნებში გამარჯვებული და გამარჯვება წართმეული პროდასალური ოპოზიცია, რომელს მხარესაც უნდა იდგეს რეალურად და დგას კიდეც ქართველი ხალხი და ეს გამოჩნდა არჩევნებზე და ეს გამოჩნდება ჩანს ქუჩაში და გამოჩნდება მაშინ, როცა საჭირო იქნება და მეორე მხარეს დგას რუსული ძალა, რომელსაც უბრალოდ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ დაამყაროს დიქტატურა ამ ქვეყანაში და სამწუხაროდ ისინი არა მხოლოდ სამართლებრივ დონეზეც, საკანონმდებლო დონეზეც, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც უქმნის ადმინისტრაციულ პატიმრობას, რაც უქმნის შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლებას, ამ ყველაფერს უკვე ჩანს, მათ აქვთ მას არა მხოლოდ შეფასება შიდა ქართული თუ გარედან, რომ ეს არის რუსული ძალა და არამედ ეს არის ფაქტებით, ეს არის ასე უბრალოდ ყველა რეჟიმს, რომელიც იღებს ასეთი ტიპის კანონებს, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ყველა რეჟიმს, რომელიც იქცევა ასე თელ სოფლიოში ეძახიან მათ დიქტატორულ რეჟიმებს, ავტორიტარულ რეჟიმებს და დღეს საქართველოს სამწუხაროდ მართავს ასეთი ავტორიტარი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მმართველობაც აუცილებლად ძალიან მალე დასრულდება და ეს ქვეყანა თავის ღირსებას დაებრუნებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ვისთვისაც ახლა ძალიან მძიმეა კიდევ იმ როფის, რაც მათ მეგობარ საქართველოს ჭირს და ჩვენი მხრიდან თავისუფლად კიდე სხვა სირთულები. მადლობა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჩაჩანით აპასუხებდა კომენტარის კითხვებს.